აფხაზეთში გადაღებული ფოტოები ვენეციის მთავარ საგამოფენო დარბაზში ბიენალეზე ანდრია ვეკუას ნამუშევრები წარმოადგენეს. ეს არის კომპოზიცია სახელწოდებით სოხუმის დაცემამდე, რომელიც 15 ფოტოს მოიცავს, მათ შორისაა სოხუმის დამწვარი შენობები, რკინიგზა, პორტი, სასტუმრო აფხაზეთი და რესტორანი დიოსკურია. ვეკუას სურათები დღეს იტალიაში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად დაათვალიერა. შვეიცარიაში მცხოვრები ანდრია ვეკუა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი ბოვა ვეკუაშვილია, რომელიც 1989 წლის 15 ივლისს აფხაზ სეპარატისტებთან პირველი შეტაკების დროს დაიღუპა. 54 საერთაშორისო გამოფენაში საქართველო უკვე მესამედ იღებს მონაწილეობას. ნახეთ როგორი უსაზღვროა ქართული ნიჭიერება, რომ ერთი ქვეყნის ფარგლებს ცდება და არა მხოლოდ საქართველოს წარმოადგენენ ქართული მხატვრები, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება მხოლოდ ერთი მაგარი მხატვარი წარმოადგენოს, არამედ ასევე შვეიცარიას. და მართლა ის რომ ქართულ დააკვირდით რომ საბჭოთა დროს პრაქტიკულად არ შემოგჭა კარგი სიმღერა სოხუმზე, აფხაზეთზე. თითქმის არ იწერებოდა ლიტერატურული ნაწარმოები აფხაზეთში, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს აკრძალული იყო ლიმიტები დაშვებული. შეიძლება ქართულ წერლებს, კომპოზიტორებს ეწერათ თბილისზე ძირითადად, ცოტა ქუთაისზე, ცოტა ბათუმზე და ვინაიდან პოლიტბიურო ყოველთვის ჩაფრენილი იყო სოხუმს და ნამდვილად არ აპირებდა მის საქართველოს დათმობას, საქართველოს ხელოვნებაც კი არ იქნებოდა საქართველოში აფხაზეთის სპეციალური გაკეთებული. თუმცა რა თქმა უნდა, თელი აფხაზეთის კულტურა, ნახო, ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული კულტურა უძველესი დროიდან. და ის რომ ანდრია ვეკუამ გააკეთა ეს მართლა ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ რომ ვერ შეძლებს ჩვენი ქვეყნის დამპყრობელი ხალხის მენტალიტეტი ამუშავოს აფხაზეთში ვერანაირ გარემოებაში. და ეს არის მისთვის ყველაზე მტკივნეული. იმიტომ არის რომ ყველა მცდელობა აქეთ მიმართული. და ვერ შეძლებს ის შენარჩუნებას დამპყრობელის, იმიტომ რომ რაც მას არ ეკუთვნის, მას არ შერჩება და ეს რა თქმა უნდა ეკუთვნის საქართველოს. რა თქმა უნდა ეკუთვნის მრავალეთნიკურ ქართულ საქართველოს ხალხს. და რა თქმა უნდა ქართველების საქართველოს მრავალეთნიკური მოსახლეობის აშენებულია და კანონიერად ჩვენ ყველანი ჩვენ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა დავიბრუნებთ. ბიენალეს ქართულ პავილიონში ქართული მოქანდაკის თამარ კვესიტაძის 4 ნამუშევარიც არის გამოფენილი. მიხეილ სააკაშვილმა პირველ ლედისთან ერთად ხელოვანის 4-ვე ქანდაკება დაათვალიერა და კვესიტაძეს გენიოსი ადამიანი უწოდა. თემაზე ილუმინაცია ქართულმა მოქანდაკემ 4 ნამუშევარი მოამზადა, სადაც ადამიანის სახე სხვადასხვა განზომილებაშია მოცემული და ემოციებსა და გულის ტკივილს გამოხატავს. გადაწყვეტილია, რომ ამ ქანდაკებებიდან ერთ-ერთი სახელწოდებით ილუმინაცია ბათუმში იუსტიციის სახლის წინ განთავსდება. მეორე ნამუშევარი კი ქუთაისის პარლამენტის წინ დაიდებს ბინას. Stanno arrivando con Nika. ჩემთვის ძალიან კარგი დამთხოვა იყო, რომ რომში ვიზიტის შემდეგ შეგვეძლო ბიენალეში გაგვეხსნა ეს გამოფენა. და მინდა ვთქვა, რომ თუ რაღაცას ხნის თანამედროვე ეპოქა და ნამდვილად იქნება ბევრი რაღაცა ბოლო წლებში, ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე წარმოადგენელი ქართული ხელოვნების, ქართული სულის, ქართული ნიჭიერების ეს არის თამარ კვესიტაძე. და თუ კი შეიძლება თქვას ვიღაცას ცხოვრებაში რომ არის გენიოსი, ალბათ კვესიტაძე არის გენიოსი. რა თქმა უნდა ამას ვერ ვიტყვი. რა თქმა უნდა ამ ეპოქაში ვქნით ყველაფერს, ღვინც რასაც შექმნის, ყველაფერს ჩვენ მივესალმებით. ჩვენი სახელმწიფო თავის მოგზაურობ რესურსებით ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ხელოვნება განვითარდეს და ხელი შეუწყოთ. მე ვიცი, როგორ ჩაქოლეს კვესიტაძე რამდენიმე ბოლო ნამუშევრის პროექტზე, იმ ხალხმა, ვისაც მრავალი წერე საერთოდ არაფერი არ შეუქმნია და თუ ქმნიდა ძველ დროში ქმნიდა სრული ხშირ შემთხვევაში იმ სისტემაზე მორგებულ ხელოვნებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ არის ბევრი სხვა ნიჭიერი ადამიანი. საქართველოში არის ძალიან ბევრი სხვა ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც უნდა ხელშეწყობა, ხელის გამართვა, გამოწევა
სახელმწიფო და მხრიდანადგომა, მაგრამ ის რასაც თამრიკო ქრის, რაც ბათუმში დადგა შარშან ალიდან ინოს სახით, რომელიც გახდა მართლა სიმბოლო ამ ქალაქის. ახლა აგვისტოში ხდით მეორე მისდით ძალიან საინტერესო ნამუშევარს ბათუმში. ძალიან საინტერესო ნამუშევარი იდგება ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ. მე ვფიქრობ, ეს სუნთქავი ქანდაკება ჩვენ უნდა დავდგეთ პარლამენტის შენობის შიგნით, პარლამენტარების დასანახავად. ახალი პარლამენტის შენობის შიგნით, რათა თუ კარგად მოусმენ, ეს ხალხი რაღაცას ლაპარაკობს. და პარლამენტარებს მუდმივად უნდა ესმოდეს ხალხის ჩურჩულიც კი. და ეს იყოს სიმბოლო ახალი პარლამენტის შიდა ინტერიერის ასევე, რომ ყველამ გაიგოს მუდმივად პარლამენტმა არასდროს არ დაკარგოს უნარი, რომ გაიგოს ხალხის ხმა. და მთავრობამ არასდროს არ დაკარგოს უნარი, გაიგოს ხალხის ხმა. რა თქმა უნდა, თამრიკო არის ძალიან ახალგაზრდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის არის ქალბატონი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გენიოსი იყო ისტორიაში კაცი. როცა ქალია გენიოსი, ეს ათმაგად გენიოსია, რა თქმა უნდა, უკვე შანამედროვე ეპოქის სიმბოლოა. ეს 21 საუკუნეში საქართველოს შედის ქალის ნიჭიერებით ასევე და მე ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სიმბოლო. ქართული სახელმწიფოს შენობასთან ერთად სახელმწიფო ასევე ნიშნავს ხელოვნების აღორძინებას. ყველა ეპოქა წარმატებული საქართველოსი და ჩვენ მხოლოდ 20 წელი რაც ვართ დამოუკიდებელი, მაგრამ ყველა ეპოქა რამდენიმე აწეული შემდეგ იწყებდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელოვნების შექმნას. და რა თქმა უნდა, ეს არის ექნება ამ ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო, რასაც თამრიკო კვესტაძე ქმნის. მე მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველას, რომ მობრძანდით. ასე გავაგრძელოთ ჩვენ იმისთვის ავართ, რომ ყველანაირად დაგიდგეთ გვერდში და შეგიწოთ ხელი, რომ საქართველოს გაიზარდოს კიდევ ბევრი ასეთი მხატვარი, ბევრი ასეთი არქიტექტორი, ბევრი ასეთი მოქანდაკე. ეს არის ყველაზე უხეშად, რა ვთქვათ, დედამიწის მოდელი და ეს სუნთქვის და გულისცემის გამოხატულება. ეხლა დანარჩენი მაყურებელზეა ზუსტად როგორ გაიგებს ამას, ზოგი როგორ ჯოჯოხეთს ესე იგებს, ზოგი როგორ გითხრათ ზედმეტი მაცხოვრებელს ხედავს და რაღაც ნაწილები თავისუფალია. მაგრამ ეს არის გულისცემა რაღაც ციკლი, რომელიც სულ არის დედამიწაზე. პრინციპში ეს პატარა მოდელია დედამიწის. ბიენალეზე გამოტანილი ქართული ნამუშევრები ასეულობით უცხოელმა სტუმარმაც დაათვალიერა, მათ შორის იყო ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ქართული ხელოვნებისა და შემოქმედების თაყვანისმცემელი აღმოჩნდა. გოგონა მიხეილ სააკაშვილს ბესიკის ტანო ტატანო ქართულ ენაზე წაუკითხა. ტანო ტატანო, გულცამტანო, უცხოთ მარებო, ზილბო, კლავებო, მომიგონე მზისა დარებო, თვალთა ნარგისი, დამდაგისი, მეხმედან მეხცველა, ჰელსაპროლებსა, უტოლებსა, შესამქობა, დამამზარებო, ორნი, ტოლნი, სწორნი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.